ლევანს სურს იყიდოს კარტების დასტა კალათბურთელების გამოსახულებებით, მანამ სანამ არ იპოვის თავის საყვარელ მოთამაშეს. ესე იგი, ლევანს ყავს რომლივე კონკრეტული კალათბურთელი, რომელიც მას უყვარს და უნდა რომ მისი გამოსახულების კარტი ქონდეს. თუმცა, მას თავისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც არასდროს წერია, ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ 4 დასტის ყიდვა შეუძლია. მივიჩნიოთ, რომ თითოეულ დასტას თავისი ფავორიტი მოთამაშის მოსვლის 0.2%-იანი ალბათობა აქვს. ესე იგი, ერთ დასტას რომ იყიდის კარტებისას, 20%-ია იმის ალბათობა, რომ მისი საყვარელი მოთამაშე სწორედ იმ დასტაში იქნება. პირობითი ცვადი X-ი წარმოადგენს ლევანის მიერ ნაყიდ დასტათა რაოდენობას, X პირობითი ცვადის ალბათობების განაწილება, ესე იგი, აქ არის X-ი, აქ არის PX, ანუ X-ის მოსვლის ალბათობა. და უნდა ვიპოვოთ გამოტოვებული ალბათობა. და იპოვეთ ალბათობა იმისა, რომ X პირობითი ცვადი მეტია 2-ზე, სწორად. მოდი განვიხილოთ, რას ნიშნავს ზოგადად ამ ალბათობების განაწილება. ესე იგი, X-ი არის პირობითი ცვადი და ეს წარმოადგენს ლევანის მიერ ნაყიდ დასტათა რაოდენობას. ესე იგი, ალბათობა იმისა, რომ ლევანი პირველივე დასტაზე, ანუ ერთ დასტას იყიდეს და იქვე მოხდება თავისი საყვარელი მოთამაშე, ამის ალბათობა არის 0.2. ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ ყოველ კარტის დასტას აქვს 20%-იანი ალბათობა იმისა, რომ მასში იქნება ლევანის საყვარელი მოთამაშე. ამიტომ თუ ის იყიდეს პირველივე დასტას, რომელშიც აღმოჩნდება მისი საყვარელი მოთამაშე, ამის ალბათობა იქნება, რა თქმა უნდა, 20%. ანუ ეს 20%-იანი ალბათობა ბუნებრივია, იქნება ლევანისთვის ხელშემწყობი და პირველივე სტაზე ის ამ შემთხვევაში ამ სცენარში აიხდენს თავის ოცნებას. ალბათობა იმისა, რომ მას დასჭირდება ორი დასტის ყიდვა, არის 0.16. ესეც ლოგიკურია, იმიტომ რომ ორი დასტის ყიდვა ნიშნავს იმას, რომ პირველ დასტაზე არ მოგივიდა შენი საყვარელი ფეხბურთელი, უბრალოდ კალათბურთელი, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსვლის ალბათობა რადგან 20%-ია, ან რადგან 20%-იანი ალბათობით მოგივა საყვარელი კალათბურთელი, ესე იგი 80%-იანი ალბათობით არ მოგივა პირველ ჯერზე. ამიტომ 0.8, ესე იგი პირველი დასტის გახსნა გამრავლდება მეორე დასტაზე, ანუ მეორე ჯერზე მოუვიდა. ანუ მეორე ჯერზე ალბათობა იყო 0.2. იმიტომ რომ მოსვლის ალბათობა არის 0.2 და ეს ბუნებრივია გვაძლევს 0.16. თუმცა ამის განგარიშება ჩვენ არ გვივალება, ეს ყველაფერი განგარიშებული გვაქვს. ასევე ალბათობა არის იმისა, ზუსტად იგივე პრინციპით, რომ სამ დასტას იყიდის და ამ სამ დასტაში აღმოჩნდება მისი საყვარელი კალათბურთელი, ამიტომ სამი შეკვრა კარტის ყიდვა მოუწევს მას თავისი საყვარელი მოთამაშის საპოვნელად. ამის ალბათობა არის 0.128 და გვაინტერესებს რა არის ალბათობა იმისა, რომ 4 დასტა დაჭირდება, ანუ მთელი ფულის გაფლანგვა მოუწევს მას იმისთვის, რომ იპოვოს თავისი საყვარელი კალათბურთელი. გეკითხებიან სწორედ ამას. რადგან ეს განაწილება არის ვალიდური, მივიჩნიოთ, რომ ეს განაწილება არის სწორი და დასაყრდენი, ყოველი ალბათობის პროცენტულობა უნდა შეიკრიბოს და უნდა შექმნას 100%, ანუ უნდა შეივსოს 100%-მდე. ეს არის ყველაზე კარგი სიტყვა, ანუ ყველაზე შევსება, ყველაზე კარგად შეესაბამება ამ ყველაფერს. ამიტომ შემიძლია პირდაპირ ვიპოვო მეოთხე წევრი. აი ამ ყველაფერს ავჯამავ თავისი კითხვის ნიშნით და ეს მომცემს 100%-ს. ამიტომ ერთადერთი უცნობი მექნება. მაგრამ მოდი აქამდე ვუპასუხოთ მეორე შეკითხვას, იმიტომ რომ ეს უფრო კარგია დასანახად. ალბათობა იმისა, რომ მას დაჭირდება 2 დასტა, ან 2-ზე მეტი დასტა იმისთვის, რომ იპოვოს თავისი საყვარელი კალათბურთელი. ამის ალბათობა არის, ესე იგი, ხელშემწყობი არის 2 შეკვრაც, 3 შეკვრაც და 4 შეკვრაც. ანუ ფაქტობრივად ერთის მარჯვნივ რაც გვაქვს, აი ეს ყოველი სცენა, ეს ყოველი სიტუაცია ჩვენთვის ხელშემწყობია. ვიცით რომ ამ ყველაფრის გარეშე, ანუ შემოხაზვის გარეთ დარჩენილი ხდომილობის მოსვლის ალბათობა 0.2%-ია, უბრალოდ 0.2 ან 20%-ია, ეს ყველაფერი იქნება ბუნებრივია 0.8. აქაც შეგვიძლია ეს ყველაფერი შეგვეკრიბა და შემდგომში უბრალოდ აი ეს მეორე, მესამე და მეოთხე შეგვეკრიბა 0.2-ის გარეშე, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს ყველაფერი მთლიანობაში 4-ვე სცენარი არის 100%-ის ეკვივალენტური. და ვიცით რომ სამი სცენარი არის 100%-ის გამოკლებული აი ეს ერთი დარჩენილი 20%, ამიტომ გვექნება პირდაპირ 0.8. და ეს ყველაფერი რომ შეიკრიბება, ბუნებრივია გვაძლევს 1.1%-ს, ანუ 100%-ს. ამიტომ პირდაპირ დავწერ ამას, რომ ეს არის 0.8, ანუ 80%. თუმცა, მოდი დავუბრუნდეთ ახლა აი ამ ყველაფერს. ესე იგი, მე ვიცი რომ
ოთხივე სცენარის მოსვლის ალბათობა უნდა შეიკრიბოს, უნდა შეიგრძოს 100%-მდე, ამიტომ 0.2 დამატებული 0.16 დამატებული 0.128 და დამატებული ჩვენი კითხვის ნიშანი უნდა ივსებოდეს 1-მდე. ამიტომ კალკულატორის დახმარებით ვიანგარიშებ, რომ 1-ს გამოკლებული 0.2 გამოკლებული 0.16 და გამოკლებული 0.128 მაძლევს 0.512. ანუ კითხვის ნიშანი ეს მეოთხე ყოფილა 0.512. კითხვის ნიშანი უდრის 0.512. ანუ ალბათობა ამ ყველაფრისა არის 0.512. ფაქტობრივად 50%-ზე მეტი ალბათობა იმისა, რომ მას დაჭირდება 4-ვე შეკვრა კარტის ყიდვა, იმისთვის რომ იპოვოს თავისი საყვარელი კალათბურთელი. და ალბათობა იმისა, რომ მას დაჭირდება 2-ზე მეტი, ან 2 ან მეტი არის ამ ყველაფრის ჯამი. ეს ყველაფერი რომ შეკრიბოთ, საბოლოო ჯამში მაინც 0.2 მიიღებთ. აი ნახეთ, მაინც ვაჩვენოთ. ესე იგი, მეოთხეს დამატებული მესამეს მოსვლის ალბათობა 0.128 დამატებული 0.16 მაძლევს 0.8. თუმცა ჩვენ თავიდან ავიგდეთ ზედმეტი არითმეტიკა, უბრალოდ ნახეთ, რომ აი ამ სამის გარეშე რჩება 0.2. ანუ ყველაფერი გვჭირდება ჩვენ აი ალბათობების განაწილებიდან 0.2-ის გარდა. ანუ 100% მჭირდება 20%-ის გარდა. ამიტომ პირდაპირ 80% არის ალბათობა მეორე შეკითხვისა. ხოლო გამოტოვებული ალბათობა ეს არის 51.2%. თავისთავად ვთქვათ, ეს ყველაფერი უდრის 0.512.